რუსული სპეცსამსახურები და ბელორუსული სპეცსამსახურები იყო ჩართული ბაჩიაშვილის დაკავებაში და საქართველოს კი არა და იმ მწვანე ზოლამდე მიყვანაში ამას ამბობთ ახლა თქვენ სწორად გავიგეთ? მე ბაჩიაშვილის დაკავებაში არ გულისხმობ, მე გულისხმობ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში ამ ადამიანების, ანუ ამ ორი სახელმწიფო სპეცსამსახურების როლს. და მწვანე ზონაში იყო თუ არა ბაჩიაშვილი საკითხავია ზოგადად. მე ამჯერად ანუ სუსის განცხადება შეიძლება იყოს ტყუილი, იმიტომ რომ მისმა ამერიკელმა ადვოკატმაც გაავრცელა განცხადება, სადაც ის ამბობს, რომ ის აბუ-დაბიში დააკავეს, თვითმფრინავში ჩასვეს, თუმცა მარშრუტი სად წავიდა ეს თვითმფრინავი არავინ იცის, ამის შემდეგ უკვე ჩვენ უпростоრედ მანამდე ვნახეთ სუსის განცხადება, სადაც წერია ასეთი რამ, რომ წითელი ხიდისა და სადახლოს შორის არსებულ ეგრეთ წოდებულ მწვანე საზღვრის მონაკვეთზე მიმდებარედ გადაადგილდებოდაო. ანუ სეირნობდა გიორგი ბაჩიაშვილი სეირნობდა იქ რაღაც მინდორში ალბათ. სპეცსამსახურებში არსებობს სხვადასხვა ტერმინები და თქვენ ყავთ სტუმრები, რომლებიც ჩემზე კომპეტენტურები არიან ამ სფეროში და გონია რომ უფრო კარგად გაშლიან ამას. მსგავსი დონის, ასე ვთქვათ, მაღალი ღირებულების სამიზნეები, როგორიც არის გიორგი ბაჩიაშვილი, ესე ჩამოსვა და მწვანე ზონაში გაუშვა ესე არ ხდება. ხელიდან ხელში გადაცემა ხდება მსგავსი ადამიანების და მოდი დაველოდოთ რა სიტყვის თვითონ ბაჩიაშვილის სასამართლოს ხდომაზე და მე შესაძლებელია კიდევ უფრო სიღრმეებში ჩავიდეთ ამ თემაზე და გავშალოთ. თუმცა რაც დადასტურებული არის, აი რიცი, რა ძალიან კარგად ცხადი არის, ანუ რაც ხდება ბაჩიაშვილით, ეს არის რომ ივანიშვილმა რა გააკეთა, ანუ ამით ივანიშვილის ფსიქოლოგიური პორტრეტი გამოიხატა, აი ორი მიმართულებით, ერთი ფულის სიხარბის და მეორე, ანუ ამ ადამიანს გაბრაზებული და გარბოროტებული ადამიანი, ხო, ანუ ბაჩიაშვილის ვერ აპატია ის, რაც გააკეთა და გადააყოლა ქვეყნის ინტერესები. ერთადერთი ინსტიტუციური, ასე ვთქვათ, მექანიზმი, რომელიც საქართველოს გააჩნდა იმის ფონზე, როდესაც მთლიანად ცივილურმა სამყარომ შეწყვიტა ქართულ საქართველოს ხელისუფლებასთან ურთიერთობა, ეს იყო პოლოლიკაშვილის ორგანიზაცია, სადაც პოლოლიკაშვილი წარმოადგენდა. და პირად ინტერესებს, სახელმწიფოს ინტერესები გადააყოლა. და ანუ ეს ადამიანები კიდევ საუბრობთ, ანუ რა შეიძლება ამ ადამიანებმა იკადრონ. ამაზე მეც რა უნდა იკადრონ, რამდენჯერ უნდა გადაკვეთონ წითელი ხაზები და ყველაზე კიდე ერთი რა ძალიან მნიშვნელოვანი არის, რითიც თქმაც მინდა, რაღაცა ახალი მოვლენის შემთხვევაში გასული, ასე ვთქვათ, кейსები და შემთხვევები საზოგადოებას ავიწყდება. აი დაუშვა დღევანდელმა შემთხვევამ გომელაურის გადადგომა, მთლიანად გადაფარა ბაჩიაშვილის кейსი. ასევე დაუშვათ გომელაურის გადადგომა შეიძლება გადაფარა. მაგრამ ხვალ გაცოცხლდება ეგ ამბავი ისე, ნუ ასეთია ახალი ამბების ხასიათი, იმიტომ რომ ხვალ არის ბაჩიაშვილის პროცესი. მესმის, მაგრამ ანუ საზოგადოება, ანუ ჩემი შეფასებით, ანუ საზოგადოებამ ძალიან კარგად უნდა გაუკეთოს ამას ანალიზი, ძალიან კარგად უნდა გაუკეთოს და უნდა ჩემი მოსაზრებით საზოგადოების კონსოლიდირება უნდა მოხდეს. რაღაცა საერთო აზრზე ჩამოყალიბება, რომ აღარ არის დრო რომელმაც შეიძლება აი ველოდოთ რაღაცა შეიცვლება, არაფერი არ შეიცვლება. ეს თითოეული ქართველის პასუხისმგებლობა და ვალდებულება, ეს ქვეყანა ვიხსნათ ამ გარეწრებისგან და ეს ქვეყანა გადავარჩინოთ. სხვა შემთხვევაში ჩვენ ქვეყანა დაკარგულიყო. უბრალოდ ეხლა არის დროის ფაქტორი, რკინის ფარდა, როდის ჩამოეფარება ცივილიზებულ სამყაროსა და საქართველოს შორის. და დღეს ვინც არიან შინაგან საქმეთა სამინისტროში და ძალოვან სისტემაში ადამიანები, ვისაც ოდნავ მაინც ჩერჩა ადამიანური ღირებულებები და აუთ განათლება და იციან შოთა რუსთაველი, იციან ილია ჭავჭავაძე, იციან ნიკო ნიკოლაძე ვინ იყო. აი იმ ადამიანებს მინდა მიმართო, რომ ანუ ვისაყოლებთ ამ ცხოვრებას, ვისაყოლებთ სამშობლოს. ანუ თქვენი დადებული ფიცი ბიძინა ივანიშვილის წინაშეა, გომელაურის წინაშე არის თუ სამშობლოს წინაშე არის და ავი დრო ძალიან ცოტა არის და აუცილებლად ეს პროცესი არის შეუქცევადი. დღეს თუ არა ხვალ აუცილებლად გაიმარჯვებს ქართული საზოგადოება და ამ ადამიანებმა დღეს უნდა გააკეთოს სწორედ არჩევანი ბოროტებასა და თავიანთი შვილების მომავალ შორის. ნამდვილად, ბატონო ირაკლი, ერთსაც კითხავთ ბაჩიაშვილზე. მისი ინტერვიუ გავრცელდა გარდიანში, ნახავდით თქვენ ამ ინტერვიუსაც და ამ ინტერვიუში გამოთქმული გარკვეული მოსაზრებების შემდეგ რაღაც გაჩნდა აზრი, რომ ხომ არ არის ეს გარიგების ნაწილი ბაჩიაშვილსა და ივანიშვილს შორის ახლა მისი ისევ ციხეში ჩასმა. როგორ ხედავთ თქვენ ამ საქმის გაგრძელებას და შემდეგ აუცილებლად უნდა მოვასწრო და ვისაუბროთ ივანიშვილის უარზე დანი განთან შეხვედრასთან დაკავშირებით და ზოგადად აი ამ თქვენს ლაპარაკობდით რკინის ფარდა, რომელიც ეშვება და მართლაც ეს იზოლაციის ტემპი ძალიან სწრაფად მიდის, ქვეყნის იზოლაციონიზმი. მაგრამ ჯერ ბაჩიაშვილზე მიპასუხეთ.
დიახ, აი ბაჩიაშვილიზე კიდევ ერთხელ ვიძახი. სანამ თვითონ ბაჩიაშვილი ამას სასამართლოს ხდომაზე ხმამაღლა არ განაცხადებს, ძნელია და ჩემი ვფიქრობ, რომ არასწორი იქნება ამას რაიმე შეფასება გავაკეთოთ, იმიტომ რომ ამას თვითონ შეფასება შესაძლოა არასწორი ინტერპრეტაცია მოყვეს. თუმცა ის რომ დაუშვათ დღეს ბაჩიაშვილი ციხეში არის ბიძინა ივანიშვილის პირადი პატიმარი. რა მიზნით, ანუ დაუშვათ, ვინ დააკავა, როგორ დააკავა, რითი ჩამოიყვანეს, როგორ არსებითი მნიშვნელობა არ აქვს. ბაჩიაშვილი დღეს არის ბიძინა ივანიშვილის, აი ბოლო პერიოდში ძალიან უამრავი ღირსეული ადამიანი დააკავეს, ხომ მსახიობები, ჩვეულებრივი ახალგაზრდები, ზურა ჯაფარიძე დააკავეს, უაღრესად ღირსეული ადამიანები, მაგრამ ბაჩიაშვილი არის აბსოლუტურად განსხვავებული მოვლენა ბიძინა ივანიშვილისთვის, იმიტომ რომ ის არის ბიძინას აქვს მის მიმართ იმხელა ზიზღი და აგრესია, შესაძლოა ეს ნავანად აქციოს, არ ვიცი. შეიძლება რამე დამართოთ. არ ვიცი ახლა ბაჩიაშვილი საფრთხე მას შეიძლება სიცოცხლის საფრთხე დაემუქროს. საფრთხეზე ის საუბრობდა სხვათა შორის მანამდე დაკავებამდე. იმ ინტერვიუშიც ახსენა ეს საფრთხეები, თუმცა ის თქვა რომ ესო ივანიშვილის გან არ უნდა მოდიოდესო და რაღაც შეჩნეთი ახსენა. საფრთხე ხა მას შეიძლება აი აქ ციხეში დაემუქროს ეს სიცოცხლის საფრთხე არსებობს? ჩემი ღრმა დიდი პატივისცემის მიუხედავად ნებისმიერი სინდისი პატიმრის მიმართ ის ანუ ბაჩიაშვილის საკითხი არის აბსოლუტურად განსხვავებული და ის არის რეალური საფრთხის წინაშე მართლა შეიძლება მას რამე მოუვიდეს. იმიტომ რომ ივანიშვილი მას იმას არ აპატიებს, ანუ ივანიშვილი იცით რა ვერ აპატია, როგორ შეძლო პიროვნებამ დამოუკიდებლად თავისი ინტელექტუალური რესურსით გარკვეული თანხები ეშოვა. აი ეს ვერ აპატია ივანიშვილი. მეტი არაფერი, იმიტომ რომ ეს არის ხარბი ადამიანი. შესაბამისად საფრთხები ძალიან დიდი არის, იმიტომ რომ